გიბრუნდებით CP Talk Point-ის მორიგი ეპიზოდით, სადაც ჩვენი სტუმარი რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტი, კარიერული მენტორი ბარბარე ხასია იქნება. გამარჯობა ბარბარე. მადლობა რომ გვესტუმრე და დრო დაგვითმე. პირველ რიგში მინდა დავიწყოთ იმის და კითხო თუ რატომ უჭირს ბევრ სამუშაოს პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე თითქოს ძალიან ბევრი ვაკანსია არის. ხო, ახლა ძალიან ისეთ პრობლემას შევეხეთ, რაც ბევრისთვის არის მტკივნეული თემა. დღევანდელ დასაქმების ბაზარზე უამრავი გამოწვევაა და ერთი სიტყვით პარადოქსული სიტუაციაც იქნება. იმ მხრივ, რომ არის ათასობით სამსახურის მაძიებელი და არის ათასობით კომპანია, რომლებიც უბრალოდ ვერ პოულობენ სასურველ კანდიდატებს. და რეალურად ორი სხვადასხვა მხარე გვაქვს და თითქოს ამ ორ სხვადასხვა მხარეს შორის არის უზარმაზარი უსკრული და რაღაც უხილავი კედელი ჩაშენებული და ახლა რა ხდება, ხო? ანუ ორივეს აქვს მოლოდინი, რომ იპოვის იდეალურ სამსახურს და იდეალურ ტალანტს, ანუ კანდიდატს. კი, ეგ სიტუაციაა ზუსტად. კომპანიების მოლოდინი ასეთია, რომ ნახავენ ტალანტს, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება, ანუ 3 ერთში, 10 ერთში ზოგჯერ კი, ის როგორ ყავს მოძებნა. ხო, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებს, იდეალურია ყველა მონაცემით, თქვათ ესე 100 პუნქტიდან 100-ვეს კარგად შეასრულებს, რაც აქვს ჩამოწერილი ამ მოლოდინების სიაში და მეორე მხრივ კანდიდატები არიან, ანუ ტალანტები, რომლებიც ეძებენ სასურველ პოზიციებს და სამსახურს და მათაც აქვთ განწყობა ისეთი, რომ უნდა მოძებნონ იდეალური სამსახური, უნივერსალური, რომელიც მათ მოერგება აბსოლუტურად, იქნება მაღალი ანაზღაურება, ძალიან კარგი მენეჯერი ეყოლება, სასწაული, საოცარი გუნდი იქნება, გარემო არასტრესული სიტუაცია და ერთი სიტყვით აი არაბუნებრივი მოლოდინები აქვთ და მერე უკვე ერთმანეთის პოვნა ძალიან უჭირთ და დათანხმება იმ პირობებზე, რომლებსაც ერთმანეთს თავაზობენ. არის არჩევანი მართლა ძალიან დიდი, ანუ ეხლა მაგალითად ნებისმიერ პლატფორმაზე რომ შეხვიდეთ job boards-ებზე, ხო, ანუ პორტალებზე უამრავი ათასობით ვაკანსია დევს და თითქოს კომპანიები ყვირიან, რომ აი გვინდა კარგი ტალანტები და მოდით ჩვენთან იმუშავეთ. კონკურენციაც ძალიან გაზრდილია გლობალურ ბაზარზე, ტექნოლოგიური განვითარება და ასე შემდეგ და აი კოვიდის მერეც კიდევ უფრო მეტი გამოწვევა არის. თუმცა ამის მიუხედავად ხდება ხოლმე ისე, რომ კანდიდატები განიცდიან არჩევანის სიმრავლის ილუზიას, ასეთი ფენომენიც შემოდის ხოლმე და ეხლა რას გულისხმობს ეს? შედიან ამ პორტალებზე, ხედავენ ათასობით ვაკანსიას და გონიათ, რომ აი თვითონ უნდა მოერგონ ყველაფერს, ანუ შეუძლებელია ამ ხელა დასაქმების ბაზარზე, რომ ერთი პოზიციაც კი არ იყოს მათი და იწყებენ ყველასთან აბსოლუტურად თავიანთი ერთი და იგივე. ოღონდ აქ შემოდის აი ეს მომენტიც, რომ ერთი და იგივე რეზიუმეს აგზავნიან ყველა კომპანიასთან და ყველა პოზიციაზე და ზუსტად ეს არის სტრატეგიული შეცდომა. ანუ პირველ რიგში, რაც რა თქმა უნდა არ მუშაობს, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ყველა პოზიციას მოერგოს, ხო, ერთი და იგივე ხა ადამიანი, თუმცა, ნუ უნდათ იდეალური სამსახურის პოვნა და მე უკვე აი ამ სტრატეგიებში, ესე ვთქვათ, იჭედებიან და უკვე ვეღარ ხვდებიან რა როგორ გააკეთონ. ეს ქმნის ხოლმე ერთადაც სამსახურის მოძიების დროს ძალიან დიდ პრობლემას. და როგორი რაღაც გამოდის, იცი, ახლა რომ წარმოვიდგინოთ გასაღები და საკეტი, ხო? ანუ კომპანიებს უნდათ ადამიანი, ანუ გასაღები, რომელიც კონკრეტულ პრობლემას გადაჭრეს, ანუ კონკრეტულ პრობლემას მოუგვარებს მათ და ღირებულებას. და ზოგ შემთხვევაში ყველა საკეთს მოერგება. ხო, და ანუ კონკრეტულ საკეთს რომ მოარგონ ეს გასაღები, ანუ ამას ითხოვენ და კანდიდატები, რომლებიც აგზავნიან აბსოლუტურად ყველგან, ხო? ანუ რას გულისხმობს? ახლა რას ეუბნებიან პირდაპირ ასე ხო დამსაქმებელს, რომ იცი რა, მე ვარ უნივერსალური გასაღები, რომელიც ყველა საკეთს მოვერგები და ნუ ეს რა თქმა უნდა, ხა არტოვებს არც კარგ შთაბეჭდილებას და თანაც ძალიან ხშირად არის მე რომ ინტერესიც დაბალია, мотиваციაც მალე ეკარგებად, უამრავი რეზიუმე შესდით კომპანიებს და უჭირთ ახარისხება, ხო? ანუ წესიერ ვერც ნახულობენ ანუ ამ რეზიუმეებს და შესაბამისად პროცესები ფერხდება, უკავშირი ნელდება და აი პრობლემას რასაც ვიღებთ, ხო? ანუ აქედანაც არის გამოწვეული. ნუ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემაა, უბრალოდ ამაზე რომ ვისაუბრო, ალბათ ხვალამდე ვერ მორჩები და კი, ეხლა დასაწყისში ახსენე იდეალური სამსახური და იდეალური კანდიდატი და აქ თუ არსებობს რაღაცა მითები, რაც კონტ დასაქმებულის მხრიდან ჩვენ გონია რაღაცა ის იდეალური სამსახურის და კარგი სამსახურის გარშემო რამე მითები თუ გვაქვს ადამიანებს რაღაცა ჩარჩენილიან და ალექილიან რაღაც მსგავს. კი, როგორ არა, აი მითებს რაც შეეხება, მაგალითად გამოვყოფ იმას, რომ
კარგი სამსახური აუცილებლად ნიშნავს მაღალ ხელფას ავტომატურად და თუ მაგალითად სამსახურში გთავაზობენ კომპენსაციის ნაწილს ძალიან მაღალს, ეს ავტომატურად ნიშნავს რომ ძალიან კარგი სამსახური იპოვე და რეალურად ასე არ არის, იმიტომ რომ გარდა ანაზღაურებისა იქ ძალიან ბევრი რამე არის, ხო? ანუ პირველ რიგში საუკეთესო ადგილი კარიერულად, სადაც შეგიძლია განვითარდე ის ადგილია, სადაც იზრდები, სწავლობ ყოველდღიურად, თუნდაც შენზე გამოცდილებისგან, ხო? ანუ ვითარდები, იმ უნარებს ვითარებ და იძლიერებ, რომელიც იცი რომ სამომავლო ძალიან გამოგადგება. და რეალურად ყველაზე მთავარი ეს არის. გარემო, სადაც თავს გრძნობ ძალიან კარგად, გყავს თუნდაც სწორი მენეჯერი, რომელიც ცდილობს ასევე, ანუ შენზე არის ორიენტირებული, რომ შენ ნაბიჯები წინ გადადგა და კარიერულად თუნდაც მაღალ საფეხურზე ახვიდე. გყავს ძალიან კარგი გუნდი, ყოველ შემთხვევაში ეს ფიზიკური დეტალები რაც არის ხოლმე რა, ანუ მაგალითად რაც სულ სამსახურში გვხდება, პირობითად ქრონიკული გადაღა, უძილობა, სამუშაოს დროს სტრესი, თავის ტკივილი, ახლა თუ ეს ყველაფერი არ გაქვს და მართლა გაქვს საშუალება რომ შენ პიროვნულადაც, კარიერულადაც წინ წახვიდე და განვითარდე და რაც მთავარია დარჩე ისეთ ადამიანად, როგორ ადამიანადაც გინდა ყოფნა, ეს უკვე ნიშნავს რომ კარგი სამსახური იპოვე. და კიდევ დავამატებ, ერთ-ერთი მითი არის რომ კარგი სამსახური მიაჩნიათ რომ არის აუცილებლად დიდი კომპანია. ანუ კარგი სამსახური ავტომატურად ნიშნავს დიდ კომპანიაში მუშაობას. და რეალურად ასე არ არის ხოლმე, იმიტომ რომ აი სტარტაპებში, პატარა კომპანიებში, არ ვიცი შენ გიმუშავია თუ არა, ბევრად უფრო სწრაფად შეგიძლია წინ წახვიდე და აი კარიერულად ნაბიჯები გადადგა, მაღალ საფეხურზე ახვიდე და იმდენად დაჩქარებულია პროცესები, იმდენად ბევრი რაღაცის გაკეთება გიწევს თუნდაც იმ პერიოდში, რომ ეს ყველაფერი ხდება ძალიან მალე და სწრაფად. როცა ამის საპირწონედ დიდ კომპანიაში მაგალითად პირიქით, ანუ ძალიან დიდი ბიუროკრატია, შენელებული პროცესებია, უამრავი თანამშრომელია, ხო? ანუ და რეალურად არ გეძლევა შენი თავის გამოვლენის საშუალება თუნდაც, როგორც თქვა პატარა კომპანიაში. და ეს მითიც არის, ამასაც გავუსვამდი ხაზს. თან სტარტაპში მუშაობისთვის რეალურად ამ ტემპისთვის მზად უნდა იყო, იმიტომ რომ თუ წინასწარ არ ხარ ამისთვის მზად, მე იქ ისეთ რაღაცა ჩიხები რომ შეიძლება ძალიან სტრესული იყოს. ერთი მე რასაც დავამატებდი კიდე რა ვიცი, ჩემთვის კარგი სამსახური ისიც არის, რომელზეც 24 საათი არ ფიქრობ და მუდმივად ყოველ დღე რაღაცა დაძინებამდეც რო სამსახურზე ფიქრობ და რაღაც ეგეც საკმაოდ ისეთი დიდი სტრესი და უარყოფითი გაღვიძებისას რო პირველი გახსენდება დაძინებისას არა მე მქონია ანუ ეხლა ასე მქონია შევზაყვები იმიტომ რომ მქონია ეგეთი სამსახური როცა ღამეც ერთი სამჯერ გამღვიძებია იმაზე ფიქრში რომ ის ხომ მოვასწარი იმის გაკეთება აუ ხვალ დედლაინი მაქვს აუ რამე ხო არ მომწერეს მეილზე და აი ეს არის ძალიან ცუდი იმიტომ რომ შენი პირადი სივრცე არის დარღვეული აბსოლუტურად ანუ ძილშიც კი არ ხარ თავისუფალი მაგის გამიჯნა ჩემთვის პირადად კარგი სამსახურის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ასევე ახსენე რომ აი SEO-ს რეზიუმეს აგზავნის ყველა პოზიციაზე ერთი და იგივეს. ამის გარდა თუ არის რაღაც შეცდომა, რისი გათვალისწინება შეუძლია სამუშაოს მაძიებლებს. კი, ანუ თვითონ რეზიუმეშიც არის ბევრი რამე გასათვალისწინებელი, თუნდაც სტრუქტურა, ფორმატი, სიგრძე, ანუ ძალიან ხშირად მომდის ხოლმე როგორც რეკრუტერს, მაგალითად 3-4 გვერდიანი, 5 გვერდიანი რეზიუმეც მოსვლია წარმოიდგინე და აი ყველა დეტალი, პერსონალური ინფორმაცია, რაც რეალურად არ უნდა იყოს, ხო? ანუ სტატუსი დაოჯახებულია თუ დასაოჯახებელი, მაგალითად დეტალური მისამართი, რაც საერთოდ არ არის ხა მithumetes თანამედროვე რეზიუმეებში საჭირო, თუნდაც ფოტო, სხვათა შორის აი ფოტოკულტურა საქართველოში არის როგორც იცი, ანუ ნელ-ნელა მივდივართ უფრო ამერიკული სტანდარტისკენ რა. ეხლა პირობითად ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში, თუნდაც ახალ ზელანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში ეს ფოტოკულტურა თითქმის აღარ არის რა და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ხო, ერთ-ერთი არის დისკრიმინაციის გამო, რომ არ დისკრიმინაციული და რომ არ მოხდეს თქვა შენი ვიზუალის გამო შერჩევა რომელიმე პოზიციაზე, მეორე არის რომ დიდ ადგილს იკავებს და ეგ ადგილი შეგიძლია უფრო რელევანტური ინფორმაციით შეავსონ, სადაც ფოტო არის და მესამე არის ATS-ი, ანუ ამ სისტემაში, applicant tracking სისტემაში, რომ გაიაროს შენმა რეზიუმემ და იყოს ATS friendly. რადგან ზოგადად ფოტოს ვერ აღიქვავს ხოლმე და ასევე გრაფიკულ ჩანართებს და ანუ ამაზე შეგვიძლია კიდევ უფრო განვავრცელოთ. ხო, საინტერესოა ATS შედარებით ახალი ტერმინი არის და
რას ნიშნავს და ეს ნელა მეც რაღაცა ბოლო პერიოდში სულ LinkedIn და LinkedIn-ზე მესმის შენგან და სხვა კარიერული კოუჩებისგან და მასტერ-კლასიც ხონდა ამ თემასთან დაკავშირებით. ეს საინტერესოა და ორი სიტყვით ხო არ შეგიძლია რომ გითხრა რა არის ეს ATS? კი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი თემა არის, იმიტომ რომ პირადად როგორც რეკრუტერს თან მე ჩემი ნიშნები არის უფრო კრიპტო და კრიპტომმართველობაში ATS სისტემას თითქმის რა ყველა კომპანია და ყველა პატარა პროექტებიც კი იყენებენ. იმიტომ რომ ვაკანსიას როცა აცხადებენ, იმდენად ბევრი რეზიუმე შესდით, რომ შეუძლებელია ამდენი რეზიუმე ნახოს რეალურმა ადამიანმა, ანუ რეალურმა თვალმა, ესე ვთქვათ, რეკრუტერმა გაფილტროს. და ამიტომაც შეიმუშავეს ალგორითმი, ანუ ჩათვალა ATS-ი, ანუ აპლიკანტთა მართვის სისტემა არის პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც ჩაწერილია ალგორითმი, ანუ ამ ალგორითმს იყენებს და შიფრავს უამრავი ათასობით კანდიდატის რეზიუმეს. ეხლა პირობითად მე ძალიან ხშირად ვიყენებ მანატალს, თუმცა მანატალის გარდა ძალიან ბევრი ATS სისტემებია, სხვადასხვა და კომპანიები ბიუჯეტის მიხედვით და სხვადასხვა მიზეზის გამო ყიდულობენ ხოლმე ხან რას ირჩევენ, ხან რას. თუმცა მე პირადად მეკომფორტულება ამ ATS-ში მუშაობა, სადაც ასევე ხელოვნური ინტელექტია ჩაშენებული და მართლა რეკრუტერებს უამრავ რამეს გვიმარტივებს ყოველდღიურად. და ახლა რა ხდება? პირობითად მე განვათავსე ვაკანსია, ნებისმიერი პოზიცია რომ ავიღოთ პირობითად მარკეტინგის მენეჯერი და შემომივიდა ათასობით რეზიუმე. ანუ ათასობით რეზიუმე შეუძლებელია მე რომ ნახო და ამას შემოგივრად აკეთებს სისტემა. გაშიფრავს, გადახედავს, შესაბამისობას ეძებს. ანუ მე მაგალითად რაც ჩავწერე ვაკანსიაში, რა სიტყვებით, საკვანძო სიტყვებით გამოვიყენე და რითაც შევავსე, ანუ დავაოპტიმიზე, ესე ვთქვათ, ის სამუშაო აღწერილობა, მე უკვე შესაბამისობას ეძებს აი ამ კანდიდატებთან. და ნახავს, რომ მაგალითად აღწერია stakeholder management-ი რეკრუტერის სამუშაო აღწერილობაში, ამ ადამიანსაც უწერია stakeholder management-ი და всё, ესე იგი matching-ი, ანუ შესაბამისობა არის რა. ეხლა პირობითად stakeholder management-ის მაგივრად ანუ რო ჩაწეროს ადამიანმა სამუშაოს მაძიებელმა კლიენტებთან ურთიერთობა, რაც შეიძლება ერთი და იგივე იყოს რა, შინაარსობრივად. ანუ ვერ იპოვის იმ შესაბამისობას და აი ესე მუშაობს რა. ნუ ეგ ბევრი რაღაცაა კიდევ გასათვალისწინებელი. ანუ CV შედგენისას რეზიუმეს ან CV-ს როცა ვაგზავნით, ამასაც უნდა შევხედოთ და შევცვალოთ ტერმინოლოგია ჩვენს რეზიუმეში სამუშაო აღწერილობის მიხედვით. ქართულზეც მუშაობს ეს ATS-ი, ქართულენოვან CV-ს რო ვაგზავნით. ქართულენოვანზე ჯერ ვერ მუშაობს, თუმცა საქართველოში რამდენიმე კომპანიამ უკვე დანერგა, ანუ ქართულ ბაზარზე მომუშავე ATS-ები და ძალიან საინტერესოა, ეგეც მეც ვიკვლევ ჯერჯერობით, რომელია ყველაზე კარგი, რომ მე გამოვიყენო. მე ისევ საერთაშორისოს ვიყენებ ამ ეტაპზე და აქაც არის სხვათა შორის ერთ-ერთი მითი, რომ ძალიან ბევრს გონია, რომ ATS სისტემებს იყენებენ მხოლოდ დიდი კომპანიები, ან ძალიან წარმატებული კომპანიები და რეალურად ასე არ არის. ანუ პატარა ნებისმიერი ზომის, ფორმის, თანამშრომლების რაოდენობის მქონე კომპანია უკვე იყენებს ATS სისტემებს. ანუ ამ მხრივ ხა, მაგრამ ეს ერთგვარი ისიც არ არის, რაც ხრიკივით, რომ სამუშაოს მაძიებელმა სპეციალურად გადაიტანოს. ну დროს აკარგვინებ რეკრუტერსაც რა თქმა უნდა და შენც დროს დაკარგავ თუ რეალურად ის რაღაცები არ იცი რა სამუშაო აღწერილობაში წერია მაგრამ ესეც ხო არ იქნება დაფრკოლე მაგრამ მე მაგალითად შევიდე დავაკვირდე ის სიტყვები გადმოვიტანო და ამით გავზარდო ჩემი შანსი ესეც არის თუ ამდენი მოხერხებულობა გაქვს ამას ვფიქრობ ეს უკვე კარგი უნარი და მეორე ვარიანტი რაც მე ასე სურათზე არის საინტერესო ჩემთვის პირადად იმიტომ რომ მაგალითად კი შეიძლება სურათი ამოვიღე და დისკრიმინაციის მხოლოდ შეიძლება გახდე, მაგრამ ეს რეალურად ხო მაშინაც რჩება, როცა შენ გასაუბრებაზე მიხვა ან ვიდეო გასაუბრება გექნება, თუ ვიღაცას დისკრიმინაციის სურვილი აქვს და ამის გამო შეიძლება დაგბლოკოს, გასაუბრებაზეც ხო დაგბლოკავს. არა, ეგ თავისთავად, ანუ ნახე ATS friendly რომ იყოს რეზიუმე, ანუ შენი მიზანია რომ გაიაროს ის ფილტრები და ანუ სისტემაში არ დაიკარგოს ეს რეზიუმე და რეალურმა ადამიანმა მე უკვე თავისი თვალით, ანუ ადამიანურმა თვალმა ნახოს და შეაფასოს. თუ გასაუბრებაზე დაგიბარე, ხა მაგალითად მე ვეუბნები ჩემს კანდიდატებს რომ ყოველთვის LinkedIn-ის ლინკი საკონტაქტო ინფორმაციაში შეიტანონ და იყოს აუცილებლად კლიკვადი. თუ ვინმეს ვინიცობაა და დაინტერესებს ჩვენი ვიზუალი, ხო, ანუ ნებისმიერ პოზიციაზე წესით არ უნდა იყოს, მაგრამ თუ ესეთი რამ მოხდა, გადავა და LinkedIn-ზეც ნახავს, ხო, ანუ პროფესიული ფოტო იქ დაყენებული გვაქვს. თუ ესეთი საჭიროება გახდა, რა თქმა უნდა, საჭირო, მაგრამ თუ
თუ სურვილი აქვს ვიღაცას მიაგნებს გზების კი, ხო, მოკლედ ეგეთი რაღაცა არის და ახლა ანუ დავამატებ იმას, რომ ATS-ი ხალხს წარმოუდგენია, ხა მაქვს ხოლმე ხო ყოველდღიური კომუნიკაცია კანდიდატებთან და წარმოუდგენიათ რაღაც 9-თავიანი ურჩხული, რომელიც უნდა დაამარცხო, რომ მე რეკრუტერამდე მიხვიდე და სინამდვილეში თუ კარგად გაქვს ოპტიმიზირებული ეს რეზიუმე, ყველა ფორმატი, სტრუქტურა, საკვანძო სიტყვები, ვთქვათ, ის იგივე ფოტო, ყველაფერი გაქვს გათვალისწინებული და დაცული. ანუ პირიქით ძალიან მარტივად შეგიძლია გაიარო და უკვე იქ პროცენტულ მაჩვენებლებსაც უწერს რეკრუტერს, რომ მაგალითად ლაშა შეესაბამება შენს მიერ გამოცხადებულ პოზიციას და ვაკანსიას 80%-ით პირობითად, ბარბარე 70%-ით, თქვა მარიამი 95%-ით და მე იმ შესაბამისობასთან კავშირში ნახულობს რეკრუტერი და ვისაც უფრო მაღალი პროცენტული წილი აქვს, ჯერ იმ რეზიუმეებს ნახავს, მე ჩამოუყვება ქვემოთ. მაგრამ ძალიან ბევრი ხარვეზიც აქვს ATS ამ ყველაფერთან ერთად, ანუ ისეთი სენსიტიური და ესე ვთქვათ 100%-ით გამართული არ არის და პირადად მეც მქონია ესეთი შემთხვევა, რომ ვიღაცაზე დაუწერია კანდიდატზე 80% შესაბამისობა და ვთქვათ გახსენია ეს რეზიუმე, ეს ზუსტად ის არის, ვინც გჭირდებაო ATS და ამ დროს 30%-ვისთვისაც ქონდა მინიჭებული, ანუ ის უფრო მომწონებია, ანუ მეტად გამოცდილი იყო იმ რაღაცეებში, რაც ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო. ანუ შეიძლება იმაზე მორგებული არ ქონა უბრალოდ ხო, არ ქონდა მორგებული. რაც ასევე პოზიციონირების შეცდომა არის და ერთ-ერთი კითხვა ეგეც მინდოდა, მეკითხა, როცა ხალხი ამდენი ვაკანსია გვაქვს, ვერ პოულობს სამსახურს, დამსაქმებელი ცალკე წუწუნებს, დასაქმებული ცალკე წუწუნებს. თითქოს ჩდება რაღაცა ორივე მხრიდან სხვადასხვა არგუმენტებია, ერთიო დაბალკვალიფიციური არის ხალხი და ამიტომ ვერ პოულობს საჭირო კადრებს, განაზღაურების საკითხიც არის რა თქმა უნდა და მე აქეთ მესამე საკითხი უკვე ჩვენი მხრიდან პოზიციონირება შემოდის, თანამედროვე სამყაროში, სადაც ეს ATS სისტემები გვაქვს და ამ ხრივაც კი უნდა ვიცოდეთ, ადრე საერთოდ არ იყო, ხო, ეხლა ვინ გადააკეთებდა რეზიუმეს სხვადასხვა ვაკანსიებზე გასაგზავნად და ესეც ანუ უფრო მეტად პოზიციონირების პრობლემა გვაქვს თუ დაბალკვალიფიციურობის შენი აზრით? იცი ეგ როგორი რაღაცა, ანუ შეიძლება ორივე იყოს და არის კიდეც. ანუ დაბალკვალიფიციურობის პრობლემაც ხშირი არის, მაგრამ უფრო მეტად ჩემი გამოცდილებით პოზიციონირებაში არის ხოლმე საქმე. და ეხლა რა როგორ ხდება? ხო, ანუ ფსიქოლოგიური მომენტია, ძალიან ბევრს აქვს მაგალითად იმპოსტერის სინდრომი, ეგეც რომ ვთქვათ. არ მიაჩნიათ თავი კვალიფიციურად ამა თუ იმ კომპანიაში მუშაობის ღირსად, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ხშირია ეს და ფიქრობენ, რომ ხო, საკმარისად კარგი არ ვარ, რომ იქ დავიწყო ამ პოზიციაზე მუშაობა. ვერ გავქაჩავ, ვერ შევძლებ, ხო, ვერ ვანახებ შედეგს. ეს ძალიან ხშირია ხოლმე და ეს უკვე გადაიზრდება აი თავის წარდგენის დროსაც რა ამ მომენტშიც, ანუ გასაუბრების შიში აქვს ძალიან ბევრს და ფიზიკურად, ანუ იმის 10%-საც არ აჩვენებენ ხოლმე, რაც რეალურად არიან. და ხა ორი ადამიანი რო ავიღოთ, ხო, ერთი და იგივე უნარები და ერთი და იგივე გამოცდილებით, ხო? ანუ ერთ შეუძლია თავი წარადგინოს ძალიან კარგად და სწორად პოზიციონირდეს დამსაქმებელთან, იგივე თავისი გამოცდილება კარგად გადათარგმნოს ბიზნესის და დამსაქმებლის ენაზე და ამ დროს მეორე ვარიანტი რო ავიღოთ, ანუ მეორე ადამიანი, რომელსაც არანაკლები გამოცდილება აქვს, ძალიან მაგარი უნარები აქვს, ბევრი რამ გაუკეთებია, უამრავ პროექტზე უმუშავია, მაგრამ ამას სათანადოდ ვერ წარმოაჩენს, არ არის თავის თავში დარწმუნებული და აი ამ მიღწევებს არ ახიქვავს, ანუ ისე როგორც უნდა ახიქვავდეს რა, ხო ხტები, იმიტომ რომ თავდაჯერებულობა ისე არ მოდის რა და მე უკვე ეს კვალიფიკაციის პრობლემას რომ თავი დავანებოთ საერთოდ უფრო მეტად პოზიციონირება არის ხოლმე მთავარი საქმე და იგივე ჩემს კანდიდატებს ძალიან ხშირად ურჩევ, რომ მაგალითად LinkedIn-ზე იაქტიურონ, პერსონალურ ბრენდზე იმუშაონ, თუნდაც LinkedIn-ის სწორად დაოპტიმიზონ, გამოცდილება, უნარები, ყველაფერი დაიტანონ, ხო? ანუ ისაუბრონ უფრო მეტი თავიანთ გამოცდილებაზე, საქმიანობაზე, პროექტებზე, აი key achievements, რასაც ვეძახით, მთავარ მიღწევებზე და ასე შემდეგ. კი, მაგრამ 100% გეთანხმები, რომ პერსონალური ბრენდი დღესდღეობით ძალიან საჭიროა და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრო, რასაც ჩემი აზრით სამსახურის გარეთ უნდა უთმობდეს, ზუსტად ამის შენება არის. რისი კითხვა მინდოდა, იცი კიდე ამ ხრივ პოზიციონირებასაც შევეხეთ, გარკვეულწილად ჩვენს მენტალიტეტსაც და თავის წარდგენასაც და თავდაჯერებულობასაც და ერთი ეს მაინტერესებს თავდაჯერებულობა თუ შეგვიძლია
რაღაცა ეხა ერთ ღამეში და ესე არა, ანუ ზოგადად თავდაჯერებულობაზე არ ვამბობ, მაგრამ აი გასაუბრებამდე, ანუ ვაკანსიის ჭრილში თუ შეგვიძლია, რომ რაიმე ხრიკებით თავდაჯერებულობა იმ გასაუბრებისთვის მაინც გავზარდოთ. კი, როგორ არა, ანუ ესე მართლა არ არის, რომ სიტყვაზე მეორე დღეს გაიღვიძო და უკვე თავდაჯერებულობა შეიძინო, თუმცა თავდაჯერებულობა არ არის ის უნარი, რომელიც ადამიანს თანდაყოლილი აქვს. ანუ ამის შეძენა შეგიძლია და ეხლა როგორ? მაგალითად სიტყვაზე რაღაც ძალიან კარგად გააკეთე, ხო, გამოგივიდა ამ პატარა ნაბიჯების აღნიშვნაც, ამ პატარა წარმატებების გააზრებაც, დამახსოვრებაც, ხო? ანუ ადამიანს აიძულებს უკვე twins ფსიქოლოგიურად იფიქროს, რომ შენ ბევრი რამე შეგიძლია, შენ უნდა იყო, შენ ღირსი ხარ, რომ თავდაჯერებული იყო და თამამი ნაბიჯები გადადგა, თუნდაც იყო უფრო მეტად გამბედავი. და ეს თავდაჯერებულობის ესე ვთქვათ თვითონ აი ეს ყველაფერი მოქმედებს უკვე შენს საბოლოო წარმატებაზეც, კარიერული თვალსაზრისით, პირად ცხოვრებაშიც და ერთი სიტყვით ყველა სფეროზე ახდენს გავლენას. რაც შეეხება გასაუბრების წინ მომზადებას, გასაუბრების წინ მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და მოკინტერვიუები მაქვს ძალიან ხშირად, რაც არის სიმულაციური გასაუბრებები და როდესაც ამ მოკინტერვიუს ვატარებ, ეხლა როგორ ხდება, ხო? ანუ პოტენციურ კითხვებს გავდივართ, რაც შეიძლება რეკრუტერმა დაუსვას კანდიდატს გასაუბრებაზე სკრინინგ ინტერვიუს დროს. და ამ პოტენციურ კითხვებზე ვამზადებთ პასუხებს, მე ეს ადამიანები ვარჯიშობენ სარკესთანაც, იგივე ყველაზე მარტივი რომ ავიღოთ, ხო, მოგვიყევით თქვენს შესახებ. შენ აი 60 წამის განმავლობაშიც რომ გქონდეს მომზადებული სიტყვა, რომელსაც აი 60 წამი იტყვი მომიყევით თქვენს შესახებ, ხო, ანუ უკვე რაღაცნაირად თავდაჯერებულს ხდის რა, თან იძულებული ხარ გაიხსენო შენი წინა გამოცდილებები, ხო? ანუ იქ რაღაც მეტრიკები შეიძლება შემოუშვა, გაზომვადი შედეგები, ანუ იმ წარმატებებზე ისაუბრო, რაც წინა კომპანიაში გქონდა და ერთი სიტყვით რა გზა გაიარე, ეს შეგიძლია მოყვე, მაგრამ ნუ აქაც გასათვალისწინებელი არის, რომ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო ლაკონურად რა, ანუ ლაკონურად უნდა თქვა და არა ისე რომ მაგალითად ესე დაიწყო და ყველაფერი ბავშვობიდან მოყოლებული. ხო, ანუ კი მაგალითად ეხა ეგ რეზიუმეშიც მნიშვნელოვანი არის, ხო, უკვე ამ შედეგების ჩაწერა და შედეგების საუბარი, რომ მაგალითად აი ჩემი მუშაობის პერიოდში რაღაცა დავასაქმეთ 150 ადამიანი, ან რაღაცა შერჩევის გაიზარდა, გაყიდვები გაიზარდა 20%-ით და ამა და ესა და ეს ვქენი მე ამისთვის, რომ ეს გაზრდილი ესეც რაღაცებიც უნდა მოაჩვენოთ, ხო? ანუ იმიტომ რომ რეალურად კომპანიები და დამსაქმებლები ეძებენ შენში ღირებულებას. რომ დაინახონ რა შედეგზე გახვალ, ვთქვათ რა. ანუ მაგალითად ახლა როცა რეკრუტერი გისვამ შეკითხვას, გაიხსენეთ რომელიმე ისეთი გამოწვევა, რაც გახსოვთ და ვთქვათ, მიიღეთ ბოლოს ძალიან კარგი შედეგი. ანუ რაღაც გამოწვევა გქონდა, ნებისმიერს ქონია ხო სამსახურში და მე ისეთი ქმედებები განახორციელე, რომ შენ ძალიან კარგ შედეგზე გახვედი. და აი ამ დროს ხშირად ვეუბნები, რომ STAR მეთოდი გამოიყენონ, ანუ აბრევიატურა რო გავშიფროთ არის ხო, ანუ situation task action და result და ანუ რას ნიშნავს ხო ანუ შენ ლაკონურად სტრუქტურირებულ პასუხს ეუბნები უკვე რეკრუტერს და თან ეს შენს გეხმარება ეს STAR მეთოდი რომ ეს ჩამოაყალიბო კარგად რა სიტუაცია ქონდა რა ამოცანა გქონდა ამ კონკრეტული გამოწვევის დროს რა ქმედებები განახორციელე რა ნაბიჯები გადადგი რომ შედეგზე გასულიყავი და ბოლოს რა შედეგი მიიღე და ეს რა თქმა უნდა თავდაჯერებულ პასუხებსაც უფრო განაპირობებს და დავამატებ აქვე იმას რომ თავდაჯერებულობა ზოგადად ჩემი გამოცდილებითაც არ არის შიშის არქონა ანუ თავდაჯერებულ ადამიანს რა თქმა უნდა აქვს შიშის გრძნობა ყველას აქვს ანუ შეუძლებელია რომ არ ქონდეს მაგრამ თავდაჯერებულმა ადამიანმა იცის როგორ იმუშაოს ამაზე და როგორ იმოქმედოს მიუხედავად შიშისა ანუ ეს რომ არ იყოს დაბრკოლება ეს არის ხოლმე მთავარი ამ ხრო გასაუბრებების მომზადებაზე მე ჩემ პირადი გამოცდილებით რაც კარგად გამოვცადე არის AI-სთან ერთად მომზადება რაც ახსენე სიმულაციური გასაუბრებები მაგალითად რაღაცა ტვირთავ ხოლმე ვაკანსიის აღწერილობას ჩემსაც ხო იცის ისტორია რაღაც ჩემს რეზიუმეს მათ შორის რაღაცაც და ну ვცდილობ რომ და ვეკითხები რომ აბა დამეხმარე მომზადებაში რა კითხვები შეიძლება დამისვან იქ ჩემ თავზეც მაშინ რაც ახსენე რომ ეს ერთი დიდი წინადადება ერთი აბზაცი მოგიყვეს შენ თავზე დაალაგებულოს და ეს ძალიან კაი მიდგომა არის STAR მეთოდზე არ ვიცოდი და პრინციპში STAR მეთოდსაც თუ მიუთითებთ AI-ს რომ ამის მიხედვით დამილაგე და ესე რაღაცა ტექსტი დამალაგებინებ შვენიერი ხელოვნური ინტელექტთან მეგობრობა ძალიან გვეხმარება ზოგადად ყველაფერში და ნუ მანდაც დოზირებულად უნდა ქნა რეალურად გადაჭარბებაც არ ვარგა ხანდახან მქონია ხოლმე რომ ეხა თავისი ვარაუდით შეუსია ის რაღაც პოზიციების მიხედვით მე ეს ვაკეთებ და
ცოტა ისინი რომ უნდა გადაამოწმოთ ან ვერე ფაქტებიც ხონამდე მართლა მიკეთებია ეს კი გაზრიადებაც ახასიათებს მე შეიძლება რომ ჩემი რეზიუმეც განვიხილოთ საუკე და მე TS-თან შევადაროთ და საინტერესო იქნება გონი მაყურებლისთვისაც რეალურ მაგალითს რო გადაუაროთ. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, მინდა კითხო ასევე როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ არასწორ სამსახურშია, როგორც კარიერულ მენტორი, ალბათ ამ ხრივაც რაღაცა ხალხს ახვედრებს შეიძლება. ან შენთან ლაპარაკი აქ იქამდე მიყავთ, მიდის ხალხი რა. აი კონსულტაციებზე მართლა ძალიან ხშირად გავდივართ ამ და მსგავს საკითხებს. ანუ მუშაობ როგორც სამსახურის მაძიებლებთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებსაც უკვე აქვთ სამსახური, მაგრამ თქვა უკეთეს შესაძლებლობას ეძებენ. და ანუ როდის იწყებს ხო, რატომ იწყებს ადამიანი ახალი შესაძლებლობის ძიებას? ესე იგი თავს ვერ გრძნობს კომფორტულად, ხო? ანუ კი ამბობენ ხოლმე, რომ აი კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე და თუ ძალიან კარგ სამსახურში ხარ, ესეც არ არის კარგი. მაგრამ არის ბევრი ნიშანი, რაც გახვედრებს, რომ არ ხარ იმ ადგილას, სადაც უნდა იყო. მაგალითად, პირველი ეს არის, რომ ვერ ვითარდები, ვერაფერს ვერ სწავლობ ახალს, მომავალს ვერ ხედავ ამ კომპანიაში და ანუ მაგალითად ბუნდოვანი არის 2-3 წლის მერე რას გააკეთებ რა. ესეც არის. ვთქვათ, მენეჯერთან საუბრის დროს იძაბები, ახალ ვერაფერს ვერ აინიცირებ, ხო? ანუ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, ესე ვთქვათ, შეზღუდული ხარ ბევრ რამეში. ფიზიკური ფაქტორებიც გახვედრებს, აი რაზეც წეგან ვისაუბრეთ, თუნდაც თავის ტკივილი ყოველდღიური, ასევე ძილის პრობლემები, ხო? ანუ ეგეც არის ხოლმე ქრონიკული დაღლილობა, ორშაბათი როცა მოდის, რომ ვერ იტან და გეზიზღება კვირა დღეს კი. იმიტომ რომ მეორე დღეს კი ორშაბათია. სკოლა იყო ხოლმე არდადეგების ბოლო დღე. ხო, ზუსტად. და თუ ესე გრძნობ თავს და უკვე ხვდები, რომ იმ გარემოში არ ხარ კარგად, არ არის შენთვის კომფორტული, არ გსიამოვნებს მუშაობა, ეს უკვე ნიშანია, რომ არასწორ ადგილას ხარ, არასწორ სამსახურში. და პლუს ის, რომ შენი ღირებულებები არ ემთხვევა კომპანიის ღირებულებებს. ანუ პირობითად ისეთი საქმის კეთება გიწევს, რაც არ არის საშენო და არ გჯერა, იცი რომ გამოვა. ანუ თუ რაღაცის არ გჯერა და კომპანიის კულტურას, ღირებულებას ანაცდენილი ხარ, ფიზიკურად ვერ გააკეთებ კარგად, არ იქნები პროდუქტიული და мотиваციასაც ძალიან მალე დაკარგავ. ამიტომაც ყველა უნდა იყოს თავისთვის შესაფერი სამსახურში. თუმცა აქაც კიდევ ერთი ფაქტორია, ანუ ძალიან ფარდობითია ხოლმე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ პირობითად ახლა ჩემთვის რაღაც შეიძლება იდეალური გარემო იყოს, ძალიან კარგი სამსახური იყოს, ვერ ვხედავდე ლაფსუსებს, რაღაცებს, ანუ ყველაფერი მომწონდეს და ამ დროს შენ შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა დაინახო და შენთვის რადიკალურად ანუ არ იყოს კარგი სამსახური, ხო ხდები? ესეც ადამიანზე არის დამოკიდებული, ვის რა მოწონს, ვისთვის რა არის პრიორიტეტი და მოკლედ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კიდევ მინდა შევეხო იმ თემას, რომ მაგალითად ზოგი ადამიანი უყურებთ კარიერულად, თითქოს ძალიან სწრაფად ვითარდება, მალე ვითარდება, წინ მიდის, მაგრამ ზოგი ერთ ადგილს რჩება და ერთ იმას ტკეპნის, ერთ ადგილს ტკეპნის. ამ მხრივ ძირითადი ეს აი წარმატებული ადამიანების, ვინც კარიერულ კიბეზე თუნდაც ერთ კომპანიაში ან სხვადასხვა კომპანიაში კარიერულ კიბეზე სწრაფად ადის და ეფექტურად, ამაც თუ აქვთ რაიმე საერთო მახასიათებელი ამ ადამიანებს და ისინი ვინც ერთ ადგილს ტკეპნის, იმაც ისინი რა შეცდომებს უშვებენ. ხო, ანუ ორი ტიპის ადამიანია რა, ესე რომ გამოვყოთ რა, ერთი რომელიც თქვათ კომფორტის, აი ზოგჯერ ადამიანისთვის კომფორტის ზონაა ისიც, რომ თქვათ არ ამოიღოს ხმა თუ რაღაც არ მოსწონს. არ დაელაპარაკოს უფროს ხელფასის მომატებაზე და შეუძლია მაგალითად 10 წელი ერთი და იგივე პოზიციაზე იყოს, არ განვითარდეს, პირობითად იყოს ბუღალტერის ასისტენტი. 10 წელი წარმოიდგინე. და არც განვითარდეს, დაუნიშნეს თავის დროზე 1000 ლარი ხელფასი, ისევ 1000 ლარი აქვს, არც უმატებენ, თუ მაგალითად უფრო სინდისი შეაწუხებს და მოუმატებს ხოლმე კარგი, რასაც დაავალებენ ასრულებს პირნაცლად ყველაფერს ნაბიჯ მიყვება და ესე ვთქვათ, ანუ ეს არის მისთვის სამუშაო, ანუ მეტის მიღება არც უნდა რეალურად. რა შეიძლება უნდა, მაგრამ ვერ ბედავს. ანუ არა აქვს ის უნარები რა, რაც ამისთვის არის საჭირო, თუნდაც კარიერული წინსვლისთვის. და არიან მეორე ტიპის ადამიანები, რომლებიც მართლა იბრძვიან, ყოველდღიურად ცდილობენ განვითარდნენ, უნარები, აი რაც არის ვთქვათ, თუნდაც ტექნოლოგიურ
ფსიქოლოგიურ გარემოს, ფეხი აუწყონ, AI-სთან მეგობრობა რაც წეგავ თქვით, ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები, ხო? ანუ გამოიყენონ, დანერგონ, სანამ დავალებას მიიღებენ, ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინონ პრობლემა, რაც არის და თქვათ მენეჯერთან იქით შევიდნენ და იქით დაინიცინონ რაღაცა კითხი, ხო? ანუ არ დაელოდონ, რომ აი მენეჯერი რაღაცას მეტყვის და რომ დამავალებს, მე შევასრულებ და გავაკეთებ. არა, თუ შენ მუდმივად ცდილობ, რომ დაინახო, თქვათ, რა შეიძლება გამოასწორო, რა შეიძლება გამოსწორდეს, რაღაცები კარგად გააკეთო, ხო? ამ ყველაფერს მე ხედავენ რა და რეალურად ეს არის ლიდერის თვისებები, ანუ ლიდერის უნარები, რაც წარმატებულ ადამიანებს ფიქრობ, რომ აქვთ და უნდა ჰქონდეთ კიდეც. მანდ არის ასევე мотиваციის ამბავიც ალბათ, იმიტომ რომ როცა ხედავ ამ ლაფსუსებს და გამოსწორება გინდა სანამ მენეჯერი გეტყვის მაგამდე, ალბათ мотиваციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ამ შემთხვევაში ალბათ ის შენი კულტურაც უნდა ერგებოდეს იმ სამსახურს და უნდა გჯეროდეს ამ საქმეს და მნიშვნელოვანიც უნდა იყოს, რომ ეს ყველაფერი შემდეგ აკეთო და პლუს ინტერესებიც უნდა გქონდეს, რომ რაღაცა შედეგი მერე შეიძლება მოყვეს და დაგინახავენ და გამოჩნდება. ასევე მინდა გითხო დაწინაურებასთან დაკავშირებით, ვინც შეიძლება კომპანიიდან გადახვიდე უკეთეს პოზიციაზე, მაგრამ ასევე იმ ადამიანებს რას ურჩევდი, ვისაც უნდა ერთ კომპანიაში განვითარება და დაწინაურება. ბევრი ვიცით, რომ მენეჯერს ელოდება, ხო, როდის დააწინაურებს და არ მაწინაურებენ და რა გავაკეთო, წავედი. მაგრამ ამ დროს შეგვიძლია რომ ვიყოთ პროაქტიულები. კი, შეგვიძლია და რამდენიმე გზა არსებობს, მენეჯერთან აი გულღიად ლაპარაკეთ, თუნდაც სახელფასო მოლაპარაკებების დროს, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ შევიდეთ თუნდაც და უთხრათ, რომ იცი რა, თქვათ, აი შარშანწინდელიდან, თქვათ 2 წლის პერსპექტივა რომ ავიღოთ რა, ანუ იქიდან მოყოლებული ძველიდან ახლისკენ რა. ანუ ეს ვისწავლე, ეს განმავითარე, ამ წარმატებას მივაღწია, ამ პროექტში ვიყავი ჩართული და თქვათ ეს გავაკეთე, ანუ შედეგები რო აჩვენო, ღირებულება რა. და აი ეს ყველაფერი გავაკეთე და ვფიქრობ იგივე დონეზე აღარ ვარ, რა დონეზეც ვიყავი. და თან ეხა ამ დროს ადამიანი რო ვითარდება, თუ სწორად პოზიციონირებს იგივე LinkedIn-ზე თავის წარმატებებს ხაზს უსვამს, პერსონალურ ბრენდზე მუშაობს და ასე შემდეგ, ხო, ანუ უნდა დაწინაურებას და წინსვლას, ხო, ანუ ამ ასეთ ადამიანებს ეხა ჩემს გარშემო ძალიან ხშირად მოსდით, თუნდაც ოფერები, შემოთავაზებები სხვა კომპანიებისგან. ესეც შეუძლიათ სათავისოდ გამოიყენონ, რომ თუნდაც შევიდნენ უფროსთან მოლაპარაკებაზე და უთხრან, რომ იცი რა, აი ამ კომპანიისგან მივიღე ძალიან კარგი ოფერი კომპენსაციის ნაწილში, ბენეფიტების ნაწილში, სიტყვაზე ძალიან კარგი კომპანია, მაგრამ ნუ თქვენ კომპანიაში დარჩენა და განვითარება მინდა. უბრალოდ ხომ ვერ შემომთავაზებთ მაგალითად, ან ხომ ვერ გადავხედავთ ჩემს ძველ ხელშეკრულებას, რაც აქამდე მაქვს და აი ამ დროსაც შეიძლება მოხდეს ხელფასზე მოლაპარაკება და გადახედვა. ანუ აი ამ შედეგების ეს არ უნდა იყოს რაღაც დაცაბული საუბარი, ხო ხდები რაღაც ისეთი უარყოფითი ემოციების მომტანი. არა, ძალიან ბუნებრივი საუბარია, ხა ამერიკაში, ევროპაში, ხო, თუნდაც ევროპულ კომპანიებში, სადაც მქონია შეხება, ხელფასზე მოლაპარაკება არის სტანდარტული პროცესი. მაგრამ საქართველოში ამას ჯერ კიდევ ჩემი დაკვირვებით აღიქვამენ, რომ თითქოს აი ფულს ითხოვ, რაც არ გეკუთვნის, იმას ითხოვ და ამ დროს ესე არ არის რა, ანუ ამას რაღაც ფსიქოლოგიური მომენტია რა, სხვანაირად უნდა შევხედოთ. და მე ის დამსაქმებელიც მოქმედებს შენს აზროვნებაზე, რომ თითქოს არ იმსახურებ და აი რას ითხოვ, რატო ესეც თრგუნავს მე მგონი ადამიანებს. მან კიდე ერთი რამის კითხვა მინდა. ესეთი ოფერების შემთხვევაში თუ მივდივართ მაგალითად ჩვენს მენეჯერთან და ვერ უბნებით რომ ეს ოფერი მაქვს და ხო თქვენც ხო შემომთავაზებთ. ამ დროს როცა ეუბნები რომ აი მე მინდა თქვენს ამ კომპანიაში დარჩენა და განვითარება, ოფერები კი მაქვს, დააჩვენებ, მაგრამ აი თქვენთან მინდა. ეს ხო იმასთვის ასევე ბერკეტია, რომ აი ამას მაინც ჩვენთან უნდა დარჩენა და რატო გაუზარდო არ მიდის? არა, რატო? ანუ ნახე, პირველ რიგში აჩვენებ, რომ იცი რა, მე მხოლოდ შენზე დამოკიდებული არ ვარ რა. ანუ რატო არ ამატებ ხოლმე ხელფასს? იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ახლა ამ ადამიანს იცი რა წლები აქ მუშაობს და სხვა წასასვლელი არც აქვს, არც არის ხა ესეთი ტიპი, რომ ახალი სამსახური მოძებნოს. მაგრამ როცა იციან, რომ შენ ისეთი ტალანტი ხარ, რომელიც შეიძლება სხვა კომპანიამ ძალიან მარტივად გადაიბიროს, ან ეცადოს გადაბირებას და შენ ამას ანახებ, თუ თვითონ ვერ ხედავს, ანუ შეგიძლია ძალიან კარგად დაანახო რა. ანუ მე უკვე სხვანაირად აფიქრებ რა, შენს
ბიზნეს დაკარგვაზე და მქონია ეგეთი შემთხვევა. ერთ-ერთი დეველოპერი მყავდა, კანდიდატი, რომელთანაც მუშაობდი და კომპანიაში სადაც იყო, ანუ თქვათ 3 წელი არ მოუმატეს ხელფასი. ანუ წარმოიდგინე 3 წელი და თავის უფროსთან ილაპარაკა HR-თანაც ჰქონდა შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და ნუ არაფრით არ აკეთებდნენ და ბოლოს მიიღო ძალიან კარგი ოფერი, მეც ჩართული ვიყავი ამ ყველაფერში, საერთოდ სხვა პროფილის კომპანია იყო, სხვა ინდუსტრია იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო განვითარების გზა ელოდებოდა. მიიღო ეს ოფერი და უთხრა თავის უფროს, რომ აი წასვლას ვაპირებ და თქვა ერთთვიანი ვადა ავიღოთ და მოდი ერთი თვის მე გადავდივარ. ორჯერ მეტი ანაზღაურება შესთავაზეს, ოღონდ დარჩენილიყო. ანუ და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. ანუ ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევაა, როცა იგებენ შენ ფასს, რომ იცი რა და უკვე რეალურად განიცდიან იმას, რომ შენ შეიძლება დატოვო და წახვიდე, ანუ რეალური რაღაც გიჭირავს ხელში, ახალი ოფერი, ახალი შემოთავაზება, ხო? აი მე უკვე სხვანაირად გელაპარაკებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ აუცილებლად არ უნდა წახვიდე, მე თუ არ მოგიმატეს ხელფასი. თუ არ მოგიმატეს და დარჩი მაინც მიუხედავად იმისა, რომ ოფერი გქონდა. ეს მე შენზე როგორ აისახება? ანუ თუ არც მოგიმატეს, ორჯერ მეც გთავაზობენ და მაინც აქ დარჩი? ანუ რის გამორჩევი მაშინ ცოტა ისეთ 20%-ით მეტი შემოგთავაზო. ნუ გაჩნია, იცი რა ინდივიდუალური საკითხია რა, ანუ პიროვნებაზეა დამოკიდებული. ხა ბევრი ფაქტორია, ხო, ვიღაცისთვის შეიძლება ხელფასი არ იყოს გადამწყვეტი და იყოს გუნდი, კოლეგები, ხო და გარემო და მიჩვეული ხარ. კი, კომფორტის ზონა გაქვს და ხო, ანუ იღებენ მაგ გადაწყვეტილებასაც იღებენ რა, მაგრამ ის მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ აი ამ ჯერზე თუ 20%-ს მოგიმატებენ, მალე კიდე მოხდება მომატება რა. ამაზე მაშინ პრეტენზიები აღარ უნდა გქონდეს. ხო, ანუ თუ არ მოგიმატეს, მაშინ და ზუსტად აი ეს ადამიანები იმ კატეგორიაში გადიან, რომლებიც მალე ვერ წინაურდებიან და ვერ ადიან კარიერულ კიბეზე მაღლა და მაღლა. აი, უნდა გკითხო ასევე TP საქართველოს სპეციფიკაზეც. აქ ჩვენთან ბევრი ადამიანი იწყებს პირველ სამსახურს კლიენტთან მხარდაჭერის მიმართულებით, ან კონტენტ მოდერაციის მიმართულებით და მაინტერესებს ესეც სტარტზე რას ფიქრობ აი ზან დამწყები ადამიანებისთვის ამ სტარტზე რას ფიქრობ და რა უნარების გამომუშავება შეუძლიათ ადამიანებს მსგავს პოზიციაზე თან პლუს საერთაშორისო კომპანიაში. კი. მაგაზეც გეტყვი, ან მომხმარებელთა მხარდაჭერა ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური სასტარტო პოზიციაა, ხო? მაგრამ რატომღაც ძალიან დაუფასებელი და ფიქრობენ, რომ ამ ადამიანების თავარი მოვალეობაა რაღაც კოლებზე პასუხი, ზარებზე პასუხი და კლავიატურაზე კაკუნი. რაც რეალურად არ არის ხოლმე სიმართლე რა. ამ ადამიანებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობები და მოვალეობები აქვთ. ფრონტის პირველ ხაზზე არიან ჩათვალე რა. ანუ მართლა იბრძვიან, იმიტომ რომ ზუსტად მაგას ამბობს ხოლმე. ხო და ანუ ნახე როგორი რაღაცა აი ამ პოზიციის დროს მიუხედავად იმისა, რომ დამწყები პოზიციაა, ხო? მოთხოვნები დამსაქმებლებს შედარებით ნაკლები აქვთ, ბარიერი ნაკლებია, ხო? მაგრამ მთავარი, რასაც ივითარებ, თავარი უნარები არის ის უნარები, რომელიც ძალიან ბევრგან გადგება მერე და ბევრი კარგი, ძლიერი მენეჯერი ზუსტად ამ პოზიციიდან იწყებს უკვე თავის კარიერას. ეს არის პირველ რიგში კომუნიკაციის უნარი, სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი, კრიზისების მართვის უნარი, მოლაპარაკების უნარი, აი რთულ კლიენტებთან გამოცდილება, ხო? ანუ აი ეს ყველაფერი გაძლევს მართლა ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ უნარჩვევას და ნუ პირველ რიგში ხა ალბათ უფრო კომუნიკაციას გამოვყოფდი, იმიტომ რომ ის უნარია, რომელიც ყველგან გჭირდება აბსოლუტურად. და აქაც ნახე როგორი რაღაცა ეს ყველაფერი შეუძლია ძალიან კარგად გამოიყენონ უკვე შემდგომ საფეხურებზე ასვლაში და თქვა სხვა პოზიციებზე და გასაუბრებაზე შეუძლია თქვა რომ არა ის რომ მხოლოდ მე კლიენტებს ვესაუბრებოდი. არა, ანუ მე კლიენტებს ვესაუბრებოდი, რომლის შედეგადაც სიტყვაზე გაყიდვები გაიზარდა 30%-ით, კმაყოფილი მომხმარებლების და ლოიალური კლიენტების რიცხვი გაიზარდა ჩემი ჩართულობით თქვა 10%-ით პირველ თვეებში და ასე შემდეგ. ანუ აი ამ ყველაფერს წარმოჩენა მეტრიკულად უკვე ძალიან კარგად არის შესაძლებელი. და ასეთ შემთხვევაში უკვე აღარ გვიწევს, რომ ეს ჭყალებში პირველი სამსახურია და პირველი სამსახური და ვითომ არ ითვლება ხოლმე. და ამ დროს ბევრად სტრატეგიულად შეგვიძლია მისი გამოყენება. დაუფასებელი პოზიციაა, მაგრამ ფასდაუდებელი უნარების შეძენა შეგიძლია, რასაც უკვე მე ძალიან კარგად გამოიყენებ რა. და ზოგადად პირველ სამსახურზე არა მხოლოდ ამ პოზიციაზე, ანუ ხშირად არის რომ არაფასებენ საკმარისად რა, არა და შენი პირველი ნაბიჯია. და ფაქტობრივად პირველი გამოცდილებაა და საძირკველია, რომელზეც მე უკვე უნდა დააშენო შენი კარიერა. და ამ შემთხვევაში აი პირველი სამსახურის დროს
გადამწყვეტი ხალხასი არ უნდა იყოს. პირველ რიგში არის ის, რომ გამოცდილება მიიღო, ისწავლო შენზე მცოდნეებისგან, ხო? და რაღაც ნაბიჯები გადადგა. და თან აი ეს პირველი სამსახურის პოვნის სირთულეა ხოლმე ყველაზე ისეთი პრობლემა, რაც აქვს სამსახურის მაძიებლებს, იმიტომ რომ დამსაქმებელიც უკვე ითხოვს გამოცდილ ადამიანს ამა თუ იმ პოზიციაზე, ნუ ძალიან ხშირად, ხო? და როდესაც შენ უკვე პირველ ეტაპს გადიხარ და პირველი სამსახური გაქვს, მე სიტყვაზე ძალიან მარტივად შეგიძლია სხვა პოზიციაზე, სხვა კომპანიაში გადასვლა და უფრო მარტივად აკეთებ ნებისმიერ პროცესს. საერთაშორისო გამოცდილებაზეც რო ვისაუბროთ, რა უპირატესობა აქვს შენი აზრით, რა ღირებულება, თუნდაც პირველი სამსახურისთვის, რომ ეს საერთაშორისო კომპანიაში დაიწყო და რა ადგილობრივში. საერთაშორისო კომპანიაში მუშაობას, პირველ რიგში ალბათ ყველაზე მთავარი უპირატესობა ის აქვს, რომ შენ ეცნობი გლობალურ სტანდარტებს, როგორ უნდა იმუშაო, ანუ თუნდაც საერთაშორისო სისტემებთან გიწევს შეხება, პროცესებს როგორ მართავენ ამ ყველაფერს იგებ, კომუნიკაცია ხო თქვათ ინგლისური ხო, ანუ ინგლისურის ყოველდღიური გამოყენება გიწევს და შესაბამისად აი ამ კომუნიკაციის უნარებს ხვეწავ. და საერთაშორისო კომპანიაში მუშაობა არ არის მხოლოდ პრესტიჟი რეზიუმეში, რომ შე ჩაიწერო, ხო, ანუ პირველ რიგში გივითარებს იმ უნარებს და ესე ვთქვათ გაცნობს საერთაშორისო მასშტაბით რა როგორ ხდება, ანუ შიგნით შიდა სამსარეულოში. კი, და აი რისი მაგალითად მიღწევაც არ შეგიძლია ლოკალური მასშტაბით, შეგიძლია გააკეთო საერთაშორისო მასშტაბით. ძალიან ხშირია remote first კომპანიები, ანუ კომპანიები, რომლებიც დისტანციურ რეჟიმზე მუშაობენ მხოლოდ, ანუ ეს არის მათთვის პრიორიტეტი და დისტანციური მუშაობაც ბევრისთვის არის ძალიან მისაღები და სასურველი. ასევე ანაზღაურების საკითხიც პირობითად აქ თუ 1500 ლარს გიხდიან რომელიმე პოზიციაზე, თქვა დამწყებ პოზიციაზე, საერთაშორისო მასშტაბით შეიძლება, ეკვივალენტი ლარში 3000-ზე მეტიც გადაგიხადა. კრიპტოში გაცილებით მაღალი ხელფასებია, მე უფრო მაგ მიმართულებით მაქვს გამოცდილება ტექ ინდუსტრიაში და კრიპტოში და აი მანდაც განსხვავება საკმაოდ დიდი და თვალსაჩინოა. და ეს ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტები, პროტოკოლი, დისციპლინა, აი ყველაფერი ძალიან გეხმარება, რომ კულტურა და თან რა არის იცი, ეხლა მაგალითად მე რაც მომწონს, უამრავ ადამიანთან მაქვს შეხება სხვადასხვა ქვეყნიდან და ეს საერთაშორისო პროექტებზე როცა ვმუშაობ, ყველანი ვარ სხვადასხვა კონტინენტიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან და ბევრნაირ კულტურას ვეცნობი რა, ანუ ბევრი ტიპის ადამიანს და ეგეც ძალიან საინტერესოა ხოლმე რა. ეხლა მყავს ფილიპინელი მეგობრებიც, ჰონკონგში მცხოვრები ადამიანებიც, რომლებთანაც თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და კომუნიკაცია ევროპელებიც, ამერიკელებიც და მართლა ძალიან საინტერესოა. მაგაში გეთანხმებით, ძალიან მაგარი ბენეფიტია ერთად სამსახური მაგის საშუალებას გაძლევს სხვადასხვა კულტურის, ქვეყნის, ეროვნების და ასე შემდეგ ხალხს გაეცნო და მათთან ერთად იმუშაო. და უზიარებთ იცი იმ გამოცდილებას, რაც გვაქვს რა. ეხლა იტალიელი კოლეგებიც მყავს, ფრანგი კოლეგებიც მყავს რეკრუტინგში, რომლებსაც, ანუ ჩვენს პრაქტიკებს ვუზიარებთ რა, ხო ხტები აი ამ ყველაფერს და მე მათი გამოცდილებაც მეხმარება ხოლმე, რომ რაღაცები საქართველოშიც დავნერგო თუნდაც, კანდიდატებსაც ასე ვესაუბრო, აი ამ მიმართულებით გავავარჯიშო და ეხლა ბევრი კანდიდატი მყავს ისეთი, რომლებსაც უნდათ საერთაშორისო მასშტაბით გასვლა და მე უკვე ვიცი რა მოთხოვნები აქვთ იმათთან უხდები და აი ამის მიხედვით უკვე ჩვენ ვალაგებთ ტექსტებს, ამის მიხედვით ვაკეთებთ რეზიუმებს, აი რეზიუმეს მოთხოვნაც ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. იაპონიაში საერთოდ სხვა რამეს ითხოვენ, ევროპაში სხვას, ამერიკაში სხვას, ჩინეთში სხვას. ანუ ჩინეთში მაგალითად შეიძლება რეზიუმეში მოგთხოვონ სიმაღლეც, ანუ რაც მაგალითად ამერიკისთვის წარმოუდგენელია. ანუ ამერიკაში რაც უფრო მოკლე რეზიუმე გაქვს, ვთქვათ ერთგვერდიანი, გვერდნახევრიანი, უკეთესი არის და აი ფოტოზე რაც ვთქვით, ფოტო არ უნდა იყოს, რაღაც კონკრეტული შედეგები უნდა ჩანდეს და ზოგადად ჩინეთში შეიძლება აი, რავი, 4-5 გვერდიანი რეზიუმეს მოგთხოვონ, სადაც ყველაფერი დეტალურად იქნება ჩაწერილი. მე მგონი სივს და რეზიუმეს შორის ეგ განსხვავებაც არის, ხო? კი, ანუ მოცულობაშიც არის სხვაობა, მაგრამ აი მოთხოვნებს გულისხმობ რა, სამუშაო აღწერილობა რომ ნახო. კი, ამერიკულ კომპანიაში საერთოდ სხვა არის, კონკრეტულ პოზიციაზე და ჩინეთში შეიძლება საერთოდ განსხვავებული იყოს რადიკალურად. აი ამ შენი გამოცდილებით, ხო, დიდი გამოცდილება გაქვს დაგროვილი, როგორც საერთაშორისო მასშტაბზე, ისე ადგილობრივად დამსაქმებლებთან, დასაქმებულებთან, სამუშაოს მაძიებლებთან და 360 გრადუსით. აუცილებლად უნდა გკითხო დღეს ყველაზე ღირებული უნარები ბაზარზე
მოთხოვნადი უნარები რა არის? ნუ ალბათ ერთი რა თქმა უნდა AI-სთან მუშაობა კი ბატონო და აი თუნდაც ტექნოლოგიურ თულებთან ხელსაწყოებთან მეგობრობა რომ აი ეს ყველაფერი მე უკვე შენ სამუშაო რუტინაში დაგეგმო და ბევრი პროცესი გაგიმარტივოს. ნუ კომუნიკაციის უნარი ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური უნარი რაც ძალიან საჭიროა როგორც ლოკალური ისე საერთაშორისო მასშტაბით. გამოვყოფდი კრიზისულ სიტუაციებთან ურთიერთობას, ანუ ამ კრიზისული სიტუაციების მართვის უნარს, მოლაპარაკების უნარს, კიდევ კრეატიული აზროვნების უნარს, რაც ასევე საჭირო მგონია და სწრაფად სწავლას, რომ ყველაფერი ისწავლოს სწრაფად. შეიძლება რაღაც არ იცოდე, მაგრამ თუ გინდა და ანუ თვლი რომ გჭირდება, ანუ ამის ათვისების უნარი თუ გაქვს, უკვე ნებისმიერი რაღაცის სწავლა შეგეძლია რა. აი ძალიან მაგარი უნარია და ვფიქრობ მაგრამ შემდეგი რამდენიმე წელი ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული იქნება თან AI-სთან ერთად მით უმეტეს. საჩეუძლიათ ხალხს რომ თვალი გადევნონ, რა სერვისების მიღება შეუძლიათ შენგან, როგორც კარიერული მენტორისგან და სად გადევნონ თვალი ადამიანებმა. ყველაზე აქტიური ვარ LinkedIn-ზე ჯერჯერობით. TikTok-ი მინდა რომ გავაძლიერო ეს ხარეც, მაგრამ ჯერჯერობით არა. Facebook-ზე, LinkedIn-ზე უფრო რომ მომწერონ, mail-ზეც მაგალითად, ვებსაიტიც მაქვს, სადაც შეუძლიათ ჩემოვიდნენ და პირდაპირ დაჯავშნონ კონსულტაცია ან ერთთვიანი სერვისი. ანუ რამდენიმე მიმართულების სერვისი მაქვს. ეს არის კონსულტაციებს ვატარებ 4 ძირითადი მიმართულებით, სახელფასო მოლაპარაკება, კარიერული დაგეგმვა, პერსონალური ბრენდინგი და პროფესიული ორიენტირების განსაზღვრა, ანუ ამ მიმართულებებით მუშაობ. ძირითადად ასევე მაქვს ერთ-ერთზე ინდივიდუალური შეხვედრები, როგორც არის თქვათ mock interview, ანუ სიმულაციური გასაუბრება და ამის დაგეგმვა, ანუ გასაუბრებისთვის მომზადების პროცესში როცა ვარ ჩართული. კიდევ მაქვს რეზიუმეს გადახედვის, სკრინინგის, LinkedIn-ის ოპტიმიზაციაში დახმარების სერვისი, რეზიუმეს თავიდან ბოლომდე აწყობის სერვისი, თავისი ATS მეგობრული ფილტრების გატარებით და ასე შემდეგ. და ერთთვიანი სერვისი, სადაც უშუალოდ ვარ ჩართული რეკრუტერებთან ურთიერთობაში და მოლაპარაკებაში, მოძიების პროცესში და უფრო კომპლექსური სერვისია, სადაც აი ეს ყველაფერი გასაუბრებისთვის მომზადებაც შედის, სარეკომენდაციო პოსტიც, რომ თქვათ შენმა გამოცდილებამ უფრო ფართო აუდიტორიამდე მიაღწიოს და უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და ვაქვეყნებ ხოლმე ჩემს პირად LinkedIn-ის გვერდზე ძირითადად და ხო. LinkedIn-ზე მოგზავნოთ ბარბარე ხასია. კი, ბარბარე ხასია. ვებსაიტს როგორ შეგვიძლია მივაგნოთ? ვებსაიტს LinkedIn-ზეც ნახავთ, აპინული მაქვს. კარგი. ასე რომ მეგობრებო, თუ გსურთ გადახვიდეთ და აიმაღლოთ კარიერული საფეხური და განვითარდეთ ამ მიმართულებით, შეგიძლიათ მიმართოთ ბარბარეს და მიიღოთ ასე თქვათ პირადი სერვისები და მომსახურება. მადლობა ლაშა და აი დავამატებ ერთ რამეს, ამის თქმა მინდოდა, ძალიან ხშირად მაგალითად არის ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანებს აქვთ უარის შიში. და აი ეს უარი rejection, რასაც ვეძახით, რა ძალიან ცუდად მოქმედებს მათზე, ეგრევე мотиваციას კარგავენ. აი თუ უკავშირი ვერ მიიღეს და ხშირად არის ხოლმე რომ ერთ კომპანიაზე ან ორ კომპანიაზე არიან დამოკიდებული, გაგზავნილი აქვთ რეზიუმე, ან გასაუბრება გაიარეს და ელოდებიან პასუხებს და აი ამ მომენტში არ აკეთებენ, თქვათ არაფერს რა, ანუ არ გზავნიან შანსებს არ ზრდიან, ესე ვთქვათ რა და მინდა აღვნიშნო ის, რომ თვითონ ეს უარყოფაც შეიძლება ხო მოგვივიდეს უარყოფის წერილი ან გასაუბრების მერე მოგწენო რომ იცით თქვენი კანდიდატურა აღარ არის განხილვაში და სხვა შევარჩიეთ რა ეს ყველაფერი არის პროცესის ნაწილი ანუ ესე უნდა აღვიქვათ თვითონ სამსახურის მოძიებაც არის ფსიქოლოგიური თამაში რა და ანუ ეხლა მაგალითად როგორც არის სიტყვაზე მარკეტერი ხო ეხლა მარკეტინგთან ვიცი რომ ძალიან ესეთი ახლო შეხება გაქვს და პროექტი რომ ავიღოთ რამე მარკეტერი აკეთებს პროექტს სიტყვაზე რაღაც შეფუთვა გამოუშვა გაუშვა კონკრეტულ აუდიტორიაში და ნახა რომ შედეგი არ აქვს. ანუ რას აკეთებს ხო? ანუ ფიქრობს რომ ხო აი ამ შეფუთვამ ამ კონკრეტულ აუდიტორიაზე ვერ იმუშავა და მოდი შევცვლი რაღაცას, სხვა რაღაცას გავაუმჯობესებ, გავაკეთებ რა ზუსტად ესე უნდა უყუროთ ამ პროცესს, რომ აი ეს უარყოფა არაფერს არ ნიშნავს, პირიქით მაინც წინ უნდა წავიდეთ, მაინც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი წარმატებისთვის, უფრო და უფრო უნდა გავძლიერდეთ და ჩავთვალოთ რომ ჩვენს ერთ-ერთი პროექტი ვართ, რომელსაც ჭირდება გარეკლამება. კი, ანუ
კი, შეიძლება რომელიმე გასაუბრებაზე ვერ მივიღოთ შედეგი, რომელიმე დამსაქმებელთან, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ფარხმალი უნდა დავყაროთ და თქვა ყველაფერზე უარი თქვა და დემოტივაცია გქონდეს რა. ესე იგი, როგორც მარკეტერი შეცვლი და ამ შემთხვევაში კი, შეფუთვას ან კამპანიას, მარკეტინგულ კამპანიას ზუსტად ეგრე უნდა შეცვალო და თქვა უკეთესად პოზიციონირდე და აი ამ პოზიციონირება როგორ გააკეთო, როგორ მოახდინო უკეთესად, აი ამაზე უნდა იზრუნო, რომ უკვე შემდეგ დამსაქმებამდე შენ უკეთესად წარსდგე. ჩემთვის ეს უარი ყოველთვის არის ხოლმე мотиваცია, რომ აი უკეთეს ვიპოვი და თქვენ გაჩვენებთ ეს. ამიტომ ის გასაუბრებაც ყოველი უარი შენ თავზე დაკვირვების და ანალიზის საშუალებასაც გაძლევს, რაც რეფლექსიის შესაძლებლობას გაძლევს და შეიძლება რომ პირიქით უფრო და უფრო წინ წახვიდე, გაიმჯობესო უნარების და შემდეგ გასაუბრებაზე უფრო თავდაჯერებული და უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებული წარსდგე, იმიტომ რომ იცი უკვე იქიდან რა არ მოგეწონა და რას შეცვლი. და თან ეს თავდაჯერებაზეც მოქმედებს სხვათა შორის რა. ანუ ეს პასუხები, როცა მაგალითად გავლილი გაქვს უკვე ერთ რეკრუტერთან, ორ რეკრუტერთან, ანუ გასაუბრებები ძალიან კარგი გამოცდილებაა და ძალიან კარგი ვარჯიშია რა. სულ არაპირებდი გადასვალ სამსახურიდან, მაინც უნდა იარო გასაუბრებებზე. ჩემი აზრით, იმიტომ რომ ძალიან გეხმარება. მით უმეტეს დიდი ხანი მუშაობ ერთ კომპანიაში. ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ ჩამორჩე იმ რაღაც გასაუბრების ის არ ამოიგდო რა მაინც უნდა გქონდეს გამჯდარი. და სხვათა შორის ერთხელ მახსოვს დედაჩემს უთხარი, პირველად რო ვეწერდი სამსახურს რა წლების წინ ძალიან მომწონდა თვითონ ეს პროცესი გასაუბრებებზე სიარული. ანუ ზოგადად ეს წინა და რაღაცების მოყოლა ძალიან მიყვარს რა. და იქ აქცენტი ანუ შენზე არის კანდიდატზე რომ კითხვებს გისვამე და შენ შეგიძლია ილაპარაკო და თან ისე უნდა ილაპარაკო რომ ყველაფერი კარგად შეფუთო ეს გამოცდილება რა და ერთხელ მახსოვს დედაჩემს უთხარი ძალიან მიყვარს მეთქი გასაუბრებებზე სიარულიო და ანუ რატო რა რა უცნაური ტიპი ხარ არავის არ უყვარსო და შენ რატო გიყვარსო და მეთქი გასაუბრება არის ერთადერთი მომენტი ესე ვთქვათ ადგილი როდესაც ხარ დამსაქმებელთან რომ შეგიძლია შენს თავზე ილაპარაკო კარგები და თან რაღაცები ისეთი და არ ჩაგეთვლება ამ პარტავრებად ყველაზე ელოდება რომ კარგს ილაპარაკო კი ყველა ელოდება რომ კარგს ეთქვი და ეს არ არის ამ პარტავნების გამოხატულება ხა ისე რომ დაჭდე გასაუბრების გარეშე და იგივე ილაპარაკო რომ ამას მივახციე ეს გავაკეთე 10% გავზარდე ხო ანუ ტრაბახში ჩაგეთვლება ის ზუსტად რა ზუსტად ბაქიბუკოვა და ტრაბახად უფრო აღიქმება ეს სწორი ტერმინები შეერჩიე შენ ნამდვილად ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის დროის დათმობისთვის მე მგონი რომ საკმაოდ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა და სამუშაოს მაძიებლებისთვისაც რაღაც სასარგებლო რჩევებით გავაზიარეთ ATS-თან და რეზიუმის განხილვასთან დაკავშირებით და ცალკე ვიდეოს შევთავაზოთ, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. მშვენიერ და დიდი მადლობა ლაშა მოწვევისთვის, თიფი ჯორჯიასაც დიდი მადლობა. დროებით გემშვიდობებით. ნახვამდის.